Good afternoon. შუადღემშვიდობისა. We need to continue our worship through another part of the service. შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი მსახურება So each month we celebrate the Lord's Supper or communion. და ყოველთვის ჩვენ გვაქვს საშუალება რომ აღვნიშნოთ ღმერთის საერობა ზიარების გზით And so today we get to do that together. და დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველამ ერთად. So communion is a special time for believers and churches. და ზიარება ეს არის განსაკუთრებული და უცვლელი დრო ყველა მორწმუნესათვის და ეკლესიისათვის. And Jesus gave us this example shortly before he died. და ესო მოგცეთ ჩვენ ამის გზა, როდესაც ის გარდაიცვალა. And he gave it to us as a reminder. და მან ეს მოგცეთ ჩვენ როგორც მახსოვრობა, შეხსანება. So what is it reminding us of? და რას გვახსენებს ის ამით? So it's reminding us of his sacrifice. და ის გვახსენებს ჩვენ თავის მსხვერპლს. It's reminding us how his body took our punishment. და ის გვახსენებს იმას, თუ როგორ მიიღო მან თავის ხელზე სასჯელი ჩვენი ცოდვები როგორ გამოისყიდა. And how his blood was given to cleanse us of our sins და თუ როგორ დაიღურა მისი სისხლი საიმისად რომ ჩვენ გამწმენდელი ყავით and ჩვენი fulfill the ცოდვების. Old Testament law. და საიმისად რომ აღსრულებულიყო ძველი აღთქმის კანონი. And it brings us forgiveness. და მას ჩვენთვის მოაქვს პატიება. We see a reminder of suffering and death which Jesus took on himself, but we also see hope. ჩვენ ვხედავთ როგორც იმ ტანჯოს რომელიც მან გაიარა ჩვენი ცოდვებისთვის, ასევე ვხედავთ იმედს. We have a hope that he promised to come again for us. ჩვენ გვაქვს იმის იმედი და იმის პირობა რომ ის დაბრუნდებოდა კიდევ ერთხელ ჩვენთვის. So today we're going to read Paul's account of it. და დღეს ჩვენ წავაკითხავთ ამაზე პავლეს წერილს. And so it's in 1 Corinthians chapter 11 verses 23 to 28. კორინთელთა წიგნის პირველი წიგნი 23-24 მუხლები. And so it says, "For I received from the Lord that which I also delivered to you, that the Lord Jesus, on the same night in which he was betrayed, took bread, and when he had given thanks, he broke it and said, 'Take, eat. This is my body which is broken for you. Do this in remembrance of me.'" ვინაიდან მე უფლისგან მევიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული, ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად." In the same manner, he also took the cup after supper, saying, "This cup is the new covenant in my blood. This do as often as you drink it in remembrance of me." და სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად ყოველთვის, როცა დალევთ." For as often as you eat this bread and drink this cup, you proclaim the Lord's death till he comes. Therefore, whoever eats this bread or drinks this cup of the Lord in an unworthy manner will be guilty of the blood and body of the Lord. But let a man examine himself, and so then let him eat the bread and drink the cup. რადგან ყოველთვის როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმის სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყავთ, ვიდრე ის მოვიდოდეს. ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმის შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის ხაულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი უნდა გამოსცადოს და ისე ჭამას ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან. And so we see here, we should remember that as we take communion, we're remembering his body being beaten and bruised instead of ours. და როგორც ჩვენ ამ პასაჟიდან ვხედავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ მივიღებთ ზიარების ეს ამ პურს, უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი ტანჯვა გაიარა იესოს ხელმა. And remember his blood being spilt is what takes away our sins. და უნდა გვახსოვდეს ასევე სისხლი, რომელიც დაიღვარა, რომელმაც ჩვენი ცოდვები გამოისყიდა. And also, we finally remember his promise to return to us. და ასევე ბოლოს უნდა გვახსოვდეს დაპირება, რომელიც მან მოგცვა, რომ ის დაბრუნდებოდა ჩვენთან. So please stand together and we'll take communion. და ამიტომ ახლა წამოდგეთ, რომ ერთად მივიღოთ And ზიარება. so as the guys hand out the bread and the wine, just hold on to them and we'll take them together. და ახლა როცა დაარიგებენ ამ ელემენტებს, გთხოვთ დაიცადოთ და ყველამ ერთად And also I want to remind you that this is a time for believers and for the church. და გვახსოვდეს, რომ ეს არის დრო ყველა მორწმუნესთვის და ეკლესიისთვის. And so if you're not really sure who Jesus is, you're not really following him or trusting him, I would ask that you just let this pass by you. და თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული თქვენს რწმენაში, მაშინ უბრალოდ გთხოვთ, რომ ეს ელემენტები გაატაროთ. But if you're interested to know, you're curious, come talk to me, come talk to Pastor Jed or Kurt or many others here. მაგრამ თუ ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ ჩვენგანთან და გაგვესაუბროთ. And we'd be happy to share with you what this means. და ვიქნებით მოხარულები, რომ გაგიზიაროთ თუ რას ნიშნავთ იყოთ მორწმუნე. As believers, in taking communion, we also have a responsibility. და ჩვენს მორწმუნეებს, როდესაც ვეზიარებით, გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა. In verse 28, it says that we should examine ourselves. 28 მუხლი კორინთელთა წერილს საგვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ საკუთარი თავები. And so I believe that this means that we need to ask the Holy Spirit to reveal anything in our lives
that we haven't surrendered to God. და მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სული წმინდას უნდა ვკითხოთ, რომ გამოავლინოს ის ყველაფერი ჩვენს გულში, რაც ჯერ კიდევ ხელს გუშლის იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესი მორწმუნეები. It could be a sin that we're holding on to. ეს შეიძლება იყოს ის ცოდვა, რომელსაც ჯერ კიდევ ვეღავჭებით, It could be a thought that we had and we need to confess. ან შეიძლება იყოს ისეთი ფიქრი, რომელიც გვქონდა და საჭიროა რომ ვაღიაროთ. If there's anything that the Spirit leads us to bring to God, we should do that in this moment before we take communion. და თუ არის ისეთი რამე, რასაც სული წმინდა მოგვიწოდოს, რომ გავაკეთოთ ახლოს სანამ ვეზიარებოდეთ, აუცილებელია რომ ასა დავუმორჩილდეთ მის ნებას. And so I just want to give an opportunity, just a short pause to reflect and think and ask the Spirit to reveal in our lives if there's anything. და ახლა მინდა რომ ეს პატარა დრო დავუთმოთ იმას, რომ რეფლექსირდეთ იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს გულში არის და სული წმინდას მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს ჩვენს გულში. So we'll just pause for a bit and then I'll pray and we'll take them together. და ახლა ცოტა ხანი გავჩერდებით, შემდეგ ვილოცებთ და ვეზიარებით ერთით. Yeah, God, would you come to you? Thank you for this opportunity to commune. მერტო გვინდა გადაგიხადოთ მადლობა ამ საშუალებისთვის, რომ ერთად გამსახუროთ ჩვენ. Thank you for these reminders of what you've done for us. და მადლობა ყველა იმ შეხსენებისთვის, თუ რა გააკეთე შენ ჩვენთვის. And as we take them, may we remember your sacrifice and your love for us. და ერთად ჩვენ ვეზიარებით, გვინდა გვახსოვდეს შენი მსხვერპლით და სიყვარული ჩვენთან. I pray anyone that's here that is unsure of who you are, that you would speak to them and touch them today. და მე ვლოცლობ ყველა ადამიანისთვის, ვინც შენ არ გიცნობს, რომ გაგიცნობს და იგრძნობს შენ სული წმინდას. And we just thank you again in Jesus' name. და გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას იესოს სახელით. So we have the bread. Jesus said this is his body, and it's a picture of him, and we use it to remember how he was taking our punishment. და ჩვენ გვაქვს პური, რომელზეც იესომ თქვა, რომ იყო მისი სხეული და შეგვიძლია გვახსოვდეს თუ როგორი ტანჯვა გაიარა მის სხეულმა, რომ ჩვენი ცოდვებისთვის. And so as we take it together, we say thank you, Lord, for your sacrifice. და რაც ამას მივიღებთ ერთად, შეგვიძლია გადავუხადოთ ღმერთს მადლობა თავისი მსხვერპლისათვის. And so after he took the bread, he also took the cup, და ჩვენ ასევე პურთან ერთად უნდა მივიღოთ ღვინო, and he said that this is my blood in the new covenant. და რომელზეც მან თქვა, რომ ეს იყო მისი სისხლი ახალ აღთქმაში. And so we just thank you, Jesus, for this new promise that your blood is enough for us. და გვინდა მადლობა გადავუხადოთ იესოს ამ ახალი დაპირებისთვის, რომ მისი სისხლი არის საკმარისი ჩვენთვის. And we just take it together, thanking you again for your sacrifice. და ვიღებთ ჩვენ ამას ერთად და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა შენი მსხვერპლისათვის. Amen. So let me just pray, and then we'll get to do our worship and service. და ახლა ვილოცებთ და დაუბრუნდებით ჩვენს მსახურებას. So God, again, thank you for this reminder that we can take together. მადლობა ღმერთო კიდევ ერთხელ ამ შეხსენებისთვის, რომ შეგვიძლია ერთად ვეზიაროთ. Thank you that you did provide the sacrifice for us. და მადლობა რომ შენ მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის. Thank you again that we can come together and worship you and hear from your word. და მადლობა რომ შეგვიძლია ამ ერთად მოვიდეთ და განგადიდოთ და მოვისმინოთ ჩვენი სიტყვა. And we just pray that through the rest of this service we would hear from you and be challenged and growing. და ვლოცვალ რომ მთელი დარჩენილი მსახურების განმავლობაში მოვისმენთ შენს სიტყვას. In Jesus' name we pray. იესოს სახელით ვლოცვალთ, ამინ. Well, good afternoon. შუა დღემშვიდობისა. Great to see all of you. სასწაუნოა ყველას დანახვა. It's great to be able to commune together and to reflect on Jesus and all that he's done for us. სასწაუნოა რომ შეგვიძლია ვეზიაროთ ყველამ ერთად და ვიფიქროთ იმაზე თუ რა გააკეთა იესომ ჩვენთვის. Today we are continuing our study of the Gospel of Luke. So if you have your Bibles, you can open them to Luke chapter 6. და დღეს ჩვენ განვაგრძობთ ლუკას სახარების კითხვას და თუ თქვენ ბიბლიები თან გაქვთ, შეგიძლიათ გადაშალოთ სახარების მე-6 თავზე. And I find it interesting that some parts of the Bible are known worldwide, even though people may not have read the Bible. და ჩემს ძალიან საინტერესო არის ის, რომ ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცის, მიუხედავად იმისა, წაკითხული აქვთ თუ არა საერთოდ ბიბლია. And one of those is the phrase that I'm sure you've heard, judge not. და ერთ-ერთი მათგანი აქ ამ ცნობილი ფრაზებიდან არის ის, რომელიც ალბათ ყველა თქვენს გაგიგიათ, რომ არ განსაჯოთ. You'll hear it quoted in conversations, discussions about
religion, politics, culture. და თქვენ ამ ფრაზას მოისმენთ, თუ როგორ იყენებენ ადამიანების საუბრისას, რომლებიც შეეხება პოლიტიკას, რელიგიას ან კულტურას. And sometimes it's just a way of ending a discussion quickly. და ხანდახან ეს არის უბრალოდ საიმისო გზა, რომ ეს კამათი და დისკუსია მალე დაასრულონ. You're talking with someone and they say, well, Jesus said not to judge. და ვიღაცა შეიძლება ესაუბრებოდა და მან თქვას, რომ იესომ ხო თქვა, რომ არ უნდა გამსაჯოც. And so they just stop the conversation right there. და ამის გამო ისინი უბრალოდ წყვეტენ საუბარს. But what's interesting is that the same people who quote that sentence often have very strong judgments about other things. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ფრაზას იყენებენ ასე ხშირად, სწორედ ისინი არიან ყველაზე მეტად აღსილი განსჯის უნარით. They may judge politics, they may judge religion, judge other people's behaviors. ისინი განსჯიან პოლიტიკას, შეიძლება განსჯიდნენ ვიღაცის რწმენას ან როგორც კულტურას. And of course, they love to judge the beliefs of Christians. და ცხადია, რომ მათ უყვართ ქრისტიანი ადამიანების რწმენის განკითხვაც. So the problem is not that people never judge. და პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებმა არასდროს უნდა განსაჯონ. The problem is that we always want direction in just one direction, one way. პრობლემა ის არის, რომ ეს ჩვენი განსჯა ყოველთვის მიმართული არის ერთი მიმართულებით. We want the right to freely judge, but not to be judged ourselves. ჩვენ გვინდა რომ გქონდეს უფლება რომ სხვები განსაჯოთ, მაგრამ არ გვინდა რომ სხვებმაც ანალოგიური გააკეთონ და ჩვენ განგვიკითხონ. And so that raises an important question. What did Jesus mean when he said these words? და ეს აჩენს ერთ მნიშვნელოვან კითხვას, თუ რა იგულისხმება რეალურად იესომ, როდესაც თქვა ეს ფრაზა. So this afternoon, we're going to slow down and we're going to read these words in the context, and we'll see that I think Jesus is talking about something much more specific than many people assume. და ახლა ამ შუადღეს ჩვენ შევეცდებით რომ უფრო ნელა წავიკითხოთ და კარგად გავეზროთ ეს პასაჟი და ვნახავთ რომ იესომ სულ სხვა რაღაც იგულისხმება ამ ფრაზით. What he's not doing is he's not restricting us from using discernment, having discernment. რეალურად ისო ჩვენ საერთოდ არ გვიკრძალავს რომ არ გამოვიყენოთ განკითხვის უნარი. Because the Bible constantly tells us to recognize truth and error, right and wrong. პირიქით ბიბლია ჩვენ ყოველთვის შეგვახსენებს რომ უნდა შეგვეძლოთ ერთმანეთისგან განმოცალკევოთ სწორი და არასწორი. So what Jesus teaches here is something deeper and more personal. და რასაც აქ იესო ასწავლის ეს არის კიდევ უფრო ღრმა და უფრო პერსონალური. He's confronting our tendency to put ourselves above others. ის რეალურად საუბრობს იმ ჩვენს იმ ცუთვისებაზე, რომელიც ჩვენ თავს გვაყენებს სხვა ადამიანებზე მაღლა. You know, if kids play cops and robbers, police and prisoners, თუ ბავშვები თამაშობენ მაგალითად პოლიციელებს და ტუსაღებს, you want to be the policeman so you can put people in jail. ყველა ბავშვი უნდა რომ თვითონ იყოს პოლიციელი, რომ სხვები ჩასვას ციხეში. And we often want to pronounce judgment quickly. და ჩვენც ამ ბავშვების მსგავსად გვინდა რომ ძალიან მალე განვიკითხოთ საჯულები ვიყოთ სხვების. But in doing so, we forget how much mercy we have received. მაგრამ აი ასე მოგცევს, რომ ჩვენ გვავიწყდება თუ რაოდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისაგან. So this teaching of Jesus, it appears at the end of what is often called the Sermon on the Plain. და ეს ნაწილი ხდება იმ პასაჟში ბიბლისა, რომელსაც ეწოდება ქადაგება ვალზე. And last week, Pastor Kurt led us very well in the lead up to these passages. და გასულ კვირას პასტორი კურტის მსახურებისას ჩვენ მივუახლოვდით ამ ნაწილს. We saw Jesus, he was describing the character of those who are a part of the kingdom of God. და ჩვენ ვნახეთ იესო როგორ აღწერდა იმ ადამიანების ხასიათს, რომლებიც იყვნენ ღმერთის სამეფოს ნაწილი. He spoke about how we are to love our enemies. ის საუბრობდა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტერი. We're to do good to those who hate us და თუ როგორ კარგად უნდა მოვიქცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ასე კარგად არ and გვაპყრობიან. show kindness even when people treat us badly. და მაინც გამოვიჩინოთ სიკეთე და მოწყალება იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანები ასე არ გვაპყრობიან. And now he begins by continuing his message, showing us how the mercy of God should shape us as followers. და ახლა ის განაგზავს იმის ახსნას თუ როგორ უნდა შევქცოლოს ღმერთის მოწყალებამ ჩვენ. So let's pray and we'll read through this scripture together. და ახლა ველცოთ და განვაგზოთ ბიბლიის კითხვა. Heavenly Father, we rejoice that we have the opportunity to read your word. სეცია რომ მამაო, ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გვაქვს შესაძლებლობა წავიკითხოთ ჩვენი სიტყვა. We are thankful that you have done a great work in our lives. ჩვენ ვართ მადლიერი, რომ შენ გააკეთე არაჩვეულებრივი საქმეები ჩვენს ცხოვრებაში. And Lord, we look back and we gaze upon your mercies and we are just without words.
ჩვენ ვიყურებით წარსულში და ჩვენ ვხედავთ ჩვენს მოწყალებას და არ ვყოფნის სიტყვები ამის აღსაწერად. How good you have been, არ შეგვიძლია აღწერთ თუ როგორი კარგი იყავი ჩვენს მიმართ how faithful you are. და როგორი ერთგული ხარ. And you gave us your spirit to teach us. And so now teach us as we read your word. და შენ მოგვეცი შენი სული წმინდა რომ გვესწავლა და დაგვეხმარე ახლა ამ პროცესში. In Jesus' name. იესოს სახელით ვუწევთ. Amen. ამინ. We'll begin by reading here verses 36 to 38. ავკითხავთ მუხლებს 36 და 38 ლუკას ახარების მე-6 თავიდან. Therefore, be merciful, just as your Father also is merciful. Judge not, and you shall not be judged. Condemn not, and you shall not be condemned. Forgive, and you will be forgiven. Give, and it will be given to you. Good measure, pressed down, shaken together, and running over will be put back into your bosom. For with the same measure that you use, it will be measured back to you. იყავით გულმოწყალენი, ისე როგორც თქვენი მამა გულმოწყალე, ნუ განეკითხავთ და არ განეკითხავით, მის ჯავრს ნუ დაასწრებთ და არ დაგედებათ, მიუტავეთ და მოგეტავებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემოთ კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატანილი და პირთამდესავსე მოგეცემოთ თქვენსავე კალთაში, რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყობათ თქვენ. Jesus begins this section with a command that reflects the character of God himself. ესო იწყებს ამ მონაკვეთში საუბარს ისეთ თვისებაზე, რომელიც თვითონ ღმერთის ხასიათზე გვესაუბრება. The reason believers are to show mercy, to be merciful, isn't because it's just a good moral idea. იმის მიზეზი თუ რატომ უნდა იყვნენ ადამიანები გულმოწყალენი არ გამომდინარეობს სწორი მორალური პოზიციიდან. The reason that believers are to show mercy is because mercy is a part of the nature of God. არამედ იმის მიზეზი თუ რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ გულმოწყალენი გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ღმერთი არის გულმოწყალე. God even revealed this to himself when he revealed himself to Moses. და ღმერთმა თავისი ხასიათის ეს თვისება გამოავლინა მაშინ, როდესაც თავისთავად გამოაცხადა მოსესთან. In Exodus 34 verse 6, he declared that he is merciful and gracious, long-suffering and abounding in goodness and truth. გამოსვლის წიგნის 34 თავის მე-6 მუხლში ის ამბობს: გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა უფალი ღმერთი შემბრალი და მოწყალე რისხვაში ნელი დიდ მოწყალე და ჭეშმარიტი. And that description of God is one of the most repeated descriptions of God in the Old Testament. და ღმერთის ეს აღწერა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი აღწერა ძველ აღთქმაში. Again and again, scriptures remind us that God is patient towards sinners. განმეორებით ბიბლია ჩვენ შეგვახსენებს, რომ ღმერთი არის მომთმენი ყველა ცოდვილის მიმართ. He's compassionate towards the weak. ის არის მოწყალე ყველა სუსტის მიმართ. And that he is slow to anger. და ასევე ის არ არის ფრაზიანი. So here in Luke, Jesus says that those who belong to God should begin to resemble him. და ლუკას ახარების ამ თავში ჩვენ იესო გვეუბნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ქრისტიანები, უნდა ემსგავსებოდნენ ღმერთს თავიანთი თვისებებით. We are to be merciful just as our Father is merciful. და ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე გულმოწყალენი, როგორც ჩვენი ზეციერი მამა არის. Matthew in his gospel expresses it in a similar way. მათეს ახარებაც მსგავსად გამოთქვამს იგივე აზრს. In Matthew 5:48, he says that we are to be perfect as our Father in heaven is perfect. მათეს ახარების მე-5 თავის 52 მუხლი გვეუბნება, მასში ყავით სრულყოფილნი ისევე, როგორც თქვენი ზეციერი მამა არის სრულყოფილი. How many of you are doing really well with that one? და ალბათ რამდენი თქვენგანი აკეთებთ, იცავთ ამ წესს. Good, no hands. კარგია რომ ხელები არ I was არის. going to say, if you want to get up and preach, you're welcome to, but yeah, no perfect people here. და თუ რომელიმე თქვენგანს გინათ აქ მსახურება, ამოდით, მაგრამ ალბათ არ არის აქ იდეალური სრულყოფილი Both ადამიანი. of these passages, though, they point in the same direction. და ორივე ეს მონაკვეთი ერთ და იგივე მიმართულებით მიგვითითებს. The life of the believer is meant to reflect the character of the Father. ისინი გვეუბნებიან, რომ ყველა მორწმუნე ადამიანის ცხოვრება თავის თავში უნდა გამოავლენდეს ღმერთის ხასიათს. This does not mean that we become perfect in the sense that God is perfect. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ, ან შეგვიძლია გავხდეთ ისეთი სრულყოფილი, როგორც არის ღმერთი. But it does mean that the longer we belong to Him, the more His character begins to shape our lives. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ დროს გავატარებთ, რომ ვიყოთ მორწმუნეები, მით უფრო მეტი დიდი გავლენა ექნება მის ხასიათს ჩვენზე. Paul wrote about this too in Ephesians chapter 5 verse 1. პავლეც წერდა ამაზე ეფესოლთა მიმართ წერილში პირველ თავში მერვე მუხლი. He wrote that believers are to be imitators of God as dear children. მეხუთე თავის პირველი მუხლი მას მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა. Maybe you've noticed that children often resemble their parents without even realizing it.
ალბათ შეგემჩნევათ, რომ ბავშვები ხშირად ემსგავსებიან თავიანთ მშობლებს ისე, რომ ვერც კი იაზრებენ ამას. Their habits, their speech, their responses, it can reflect the home that they grow up in. მათი ჩვევები, მათი საუბრის მანერა ან ქმედებები ხშირად მიგვითითებს იმ გარემოზე, სადაც გაიზარდნენ ისინი. Some people have told me that they recognized me because I have the same walk that my dad has, the same way of walking. ზოგიერთი ადამიანი მეუბნება, რომ ისინი მცნობენ ვინ ვარ, იმიტომ რომ მამა ჩემის მსგავსად დავდივარ. And that's common in families. და ეს ძალიან ხშირი არის ოჯახებში. But in the same way, we should begin to reflect the character of God. და ანალოგიურად ჩვენც უნდა დავიწყოთ, რომ დავამსგავსოთ მივამსგავსოთ ღმერთის ხასიათს. And the attitude he's speaking here is mercy. და ის ქცევა თუ თვისება, რომელზეც ის აქ საუბრობს, ეს არის გულმოწყალება. The mercy of God should gradually shape our attitudes and our words and the way we treat people around us. და ღმერთის გულმოწყალება ნამდვილად ჩვენზე ისეთი გავლენა უნდა იქონიოს, რომ შეგვეძლოს ადამიანებს უფრო კეთილად მოვეპყროთ. And you know, one of the quickest tests to see if we are responding in mercy or if we're being shaped by mercy is how we respond when people fail. და ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იმისთვის გავიგოთ თუ რამდენი გულმოწყალენი ვართ, არის დავაკვირდეთ ჩვენს ქმედებას მაშინ, როდესაც ადამიანებს რაღაც ეშლებათ. So Jesus now, he talks about mercy and then he talks right now about judgment and condemnation. და როცა იესო აქ საუბრობს გულმოწყალების შესახებ, მაგის შემდეგ ძალიან მალევე იწყებს საუბარს განსჯაზე. These are two ways that mercy disappears from human relationships. ეს ორი რაღაც არის ის, რაც აქრობს მოწყალებას ადამიანების ურთიერთობებიდან. So he warns here against a spirit that judges and condemns others. და ის აქ აფრთხილებს იმ ადამიანებს, რომლებიც განიკითხავენ და განსჯიან სხვებს. Now these words judge and condemn, they are related, but they're not the same. ეს ორი სიტყვა განკითხვა და შერაცხვა ერთმანეთს გავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია. Judge can mean to evaluate or discern something about another person. განკითხვა ნიშნავს, რომ შევაფასოთ ან არ მოვიწყანოთ სხვა ადამიანის რაღაც კონკრეტული თვისება. But to condemn carries a stronger idea. მაგრამ შერაცხვას უფრო სერიოზული მნიშვნელობა აქვს. It means to condemn someone as guilty შერაცხვა ნიშნავს, რომ ვიღაც ადამიანი გამოვაცხადოთ დამნაშავედ. and to say that they deserve punishment. და ვთქვათ, რომ ისინი იმსახურებენ სასჯელს. So Jesus warns about this kind of attitude that is quick to jump to conclusions. და ისო ჩვენ გვაფრთხილებს ასეთი ტიპის ქცევისკენ, რომელიც ადამიანებს სწრაფად მოუწოდებს, რომ საბოლოო დასკვნისკენ გადახტნენ. And this role that people assume that they can be the judge over someone else's life. და ეს როლი, რომელსაც ადამიანები ირგებენ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ იყვნენ სხვა ადამიანის ცხოვრების მსაჯულები. What happens is that those people, they avoid careful self-examination. რაც რეალურად ხდება ის არის, რომ ეს ადამიანები თავს ხელს უშლიან, რომ საკუთარ შეცდომებზე იფიქრონ. And at the same time, they draw attention to the faults of others. და ისინი სხვა ადამიანების შეცდომებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. Did you know that the Bible actually tells us that we are supposed to judge? და იცოდით თუ არა, რომ ბიბლია საერთოდ გვეუბნება, რომ ჩვენ ან პირიქით მოგვიწოდებს, რომ უნდა გამსაჯოთ სხვები. Look at John chapter 7, verse 24. იოანეს სახარების მე-7 თავი 24 მუხლი გვეუბნება. Jesus here says that we are not to judge according to appearance, but judge with righteous judgment. ეს გვეუბნება, რომ ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ. So discernment is necessary in life. აქედან გამომდინარე, ეს გადარჩევის უნარი მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაში. As parents, we exercise discernment in bringing up our children. აი მაგალითად, როგორც მშობლები, ჩვენ გვიწევს, რომ გამოვიყენოთ გადარჩევის, სწორის და კარგის გარჩევის უნარი ჩვენ შვილებთან. Churches exercise discernment in guarding truth. და ასევე ეკლესიებიც იყენებენ გარჩევის უნარს, საიმისოდ, რომ თავიანთ მროლს წაუწყდნენ. Because wisdom it's really the ability to discern between right and wrong. რადგან რეალურად სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეგვეძლოს სწორის და არასწორის გარჩევა. But here in Luke, when Jesus says judge not, he's really confronting something different. და როცა კი ესო გვეუბნება, რომ არ უნდა განსაჯოთ, სხვა რაღაცაზე მიგვითითებს. He's confronting the human spirit that assumes the position of moral superiority. ის აქ საუბრობს და განკითხავს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მორალურად სხვაზე აღმატებულად მიიჩნევენ. And one that treats people with condemnation rather than with mercy. და ისეთ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც სხვებს ეპყრობიან ასე განკითხვით და ბოროტად სიკეთით და მოწყალების ნაცვლად. And I love how this passage flows. It begins with the mercy of God.
და მიყვარს როგორ იწყება ეს მონაკვეთი, რადგან ის იწყებს საუბარს ღმერთის მოწყალებაზე საუბრით. And then he speaks about judgment and condemnation. და ამის შემდეგ იწყებს საუბარს განკითხვაზე და But შერეცხვაზე. Then he goes into a conversation of forgiveness and giving, generosity. და შემდეგ იწყებს საუბარს მიტევებაზე და ხალგაშლობაზე. Those who have received forgiveness from God are meant to become people who extend forgiveness to others. ის ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ღმერთის მოწყალება საკუთარ თავზე, ერთგვარად ვალდებულნი არიან, რომ სხვა ადამიანების მიმართაც იყვნენ ასეთი გულმოწყალენი. You know why? და იცით თუ არა რატომ? Because you're going to be offended. რადგან თქვენ თვითონ იქნებით შეურაცხყოფილი. You're going to be hurt. თქვენ იქნებით საბოლოოდ You're going to მათგანი be let down. და იმედგაცრუებული. And so Jesus says specifically, forgive. და იესო ამბობს ამიტომ ასე გამორჩეულად რომ უნდა This მიუტოვოთ. word carries the idea of releasing someone. და ეს სიტყვა ატარებს იმის მნიშვნელობას, რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ სხვა. Now, sometimes it's good to define a word by what it doesn't mean. ხანდახან კარგია სიტყვა განმარტოთ იმის მიხედვით, თუ რას არ ნიშნავს. Now, forgiveness does not mean pretending that the wrong never happened. მიტევება არ ნიშნავს იმ თავის მოჩვენებას, თითქოს ეს არის სწორი, თუდი რაღაც არასდროს მომხდარა. It means choosing to not continue holding that offense against that person. ეს პირიქით ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომ ეს ცუდი შეცდომა არ დავიმახსოვროთ და გამოვიყენოთ ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ. And that's hard. და ეს რთულია. It takes an act of your will. ეს გამოიყენებს ჩვენს აქტიურ სურვილს. We need to be empowered by the Spirit for this kind of work. ჩვენ უნდა ვიყოთ სული წმინდის მიერ წახალისებული, რომ ასეთ რთულ საქმე შევეჭიდოთ. To release someone from the debt that we feel that they owe us. რომ განვათავისუფლოთ ის სხვა ადამიანი იმ ვალისგან, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენს წინაშე მიუძღვის. Think for a moment about how that kind of a transformation of attitude and character could work and be demonstrated on our relationships. და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ტიპის დამოკიდებულება ან ქცევა გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში. Well, you just don't understand. They hurt me so bad. შეიძლება ვიღაცამ თქვა, რომ თქვენ ხომ არ გესმით თუ როგორ ძლიერ მატკინა ამ ადამიანმა. What they said cut me to the core. რა ამ ადამიანმა რაც თქვა, თავისი ენით დამუსრა. And so we hold that offense close to our hearts. და ამის გამო ეს შეურაცხყოფა ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ჩვენს გულთან. We don't give forgiveness. და ჩვენ გვიჭერს მიტოვება. But when bitterness is allowed to remain in our hearts, მაგრამ როცა ეს სიმწარე და ბოროტება ჩვენს გულში რჩება, it begins to shape our hearts. ის იწყებს რომ ჩვენი გულს რაღაც სხვა ახალი ფორმა მისცეს. And over time it can begin to poison our thoughts. და დროთა განმავლობაში ის იწყებს რომ ჩვენი ფიქრები მოწამლოს. It can poison our words and it can poison our relationships. მას შეუძლია ჩვენი სიტყვების და ჩვენი ურთიერთობების მოწამლა. This is true in friendships, in families, in churches. ეს ასე მუშაობს როგორც რაღაც მეგობრობაში, ოჯახში. Unless you've never been hurt in your family, offended. Anyone? ან თუ არასდროს გიგრძნიათ თავი შეურაცხყოფილად თქვენი ოჯახის მიერ. Maybe you've never been offended in a church. ან ეკლესიაში არავის Again, I hear უწყენებია. laughs. Yeah, that's all of us. Yeah, we've all been offended one way or another. და ყველა ჩვენგანს ქონია ასეთი ცუდი გამოცდილებები ურთიერთობებში. But we need to release that. მაგრამ საჭირო არის რომ ესეთი რაღაცები გაუშვათ. People sometimes say, well, how can you stay in a church when you've been offended or disappointed? ხანდახან ხალხი მეკითხება რომ როგორ შეიძლება დარჩა ეკლესიაში როცა ვიღაცამ გული გატკინა ან შეურაცხყო. Again, the answer isn't pretending that the problem doesn't exist. პასუხი არ არის რომ თავი მოვაჩვენოთ რომ ეს პრობლემა არ არსებობს. The answer is forgiveness. პასუხი არის მიტოვება. We acknowledge that people fail, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და შევამჩნიოთ რომ ადამიანებს ხანდახან შეცდომები მოსდით. that they have hurt us. რომ მათ ჩვენ ტკივილი And then we მოგვანიჭეს. release them to God. და შემდეგ უნდა დაუქვემდებაროთ ეს ყველაფერი ღმერთს. So in this section in Luke, Jesus illustrates this generosity with kind of an image from the marketplace. და ახლა ამ პასაჟში იესო ამ ხალგაშლობას წარმოგვიდგენს მეტაფორით ბაზარში მომხდარი ამბით. Now it's a little different than today's bazaar. და ეს ცოტა განსხვავებული არის დღევანდელი ბაზრისგან. Normally, if you go buy something in a bazaar, there's like scales that are there to weigh out what you're buying. და ახლა ბაზარში როცა მეთიხათ რაიმე საყელად, მათ აქვს სასწორები, რომ ზუსტად აწონონ რამდენი რაოდენობით პროდუქტს ყიდულობთ. And sometimes there's even people that keep their finger on it
to make it more in their favor. და ხან-ხანი ხალხი არის, რომელიც თითსადებს ამ სასწორს ისე რომ წონაში მოგატყუონ. But in the first century, what they would do with grain is they didn't weigh it, they would measure it in large baskets. მაგრამ პირველ საუკუნეში ასე კი არ წონიდნენ ის მარცვლებს, არამედ დიდ კალათაში ზომავდნენ. They'd put the grain in the basket and then they'd shake it and they'd shake it and it'd go down. ისინი ამ მარცვლს ჩადავდნენ კალათაში და მერე შეარხევდნენ, სანამ არ დაიტკეპნებოდა კარგად. And then they'd press it to go down even further. და კარგად დატკეპნიდნენ ამ მარცვლს And then they'd pour even more grain until it was overflowing. და კიდევ დაგემატებდნენ მარცვლს, სანამ ბოლომდე არ აპირთავდებოდა. And that was a generous market seller. და ეს იყო ხელგაშლილი მებაზრე. So Jesus is saying this is what God is like. და ისე გვეუბნება, რომ აი ასეთი არის ღმერთი. God is not stingy in forgiveness or mercy. ღმერთი არ არის ხელმოჭერილი თავის მოწყალებაში. And so those who are living under his mercy, who have received his mercy, should also be generous in giving forgiveness and mercy. და ის ადამიანები, რომელსაც მიგიღეთ მოწყალება ღმერთისაგან, ასევე თქვენც უნდა იყოთ გულმოწყალენი თქვენი მოყვასის მიმართ. We're to reflect his character. და ისა იმისად, რომ დაემსგავსოთ მის ხასიათს. Let's continue reading. განვაგრძელოთ კითხვა. From verse 39, and he spoke a parable to them. Can the blind lead the blind? Will they not both fall into the ditch? A disciple is not above his teacher, but everyone who is perfectly trained will be like his teacher. იგავ 39 მუხლი. იგავით უთხრა მათ, განა შეიძლება ბრმას წარუწყოს, განა ორივანი ორმოშიარ ჩაცუდებიან, მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა ვინც სრულყოფილად განიწუთნა, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელია. And why do you look at the speck in your brother's eye, but do not perceive the plank in your own eye? Or how can you say to your brother, Brother, let me remove that speck that is in your eye, when you yourself do not see the plank that is in your own eye? Hypocrite, first remove the plank from your own eye, and then you will see clearly to remove the speck that is in your brother's eye. და რატო ყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევან და როგორ ეუბნები შენს ძმას, ძმაო, მიმიშვი ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ. თვალთ მაგცო ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან. So Jesus here, he gives us two examples that really illustrate spiritual blindness. და ეს ახლა ჩვენ გვაძლევს ორ მაგალითს, რომლებიც კარგად გამოსახავენ სულიერ სიბრმავეს. The first is very simple. პირველი ძალიან მარტივია. Someone who can't see the path should not be trying to guide others down the road. ის ადამიანი, რომელსაც თვითონ არ შეუძლია გზის დანახვა, სხვებს არ უნდა მიუძღოდეს ამ იგივე გზაზე. If he does, then they're both going to end up in trouble. თუ ის გიდის როლს მოერგებს, მაშინ ორივეს პრობლემები შეექმნებათ. And then Jesus kind of adds an important principle here about discipleship. და იესო აქ ასევე ამატებს ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც შეეხება მოწაფეობას. He says students eventually end up resembling their teacher. ის ამბობს, რომ სტუდენტები საბოლოოდ მაინც ემსგავსებიან თავიანთ მასწავლებლებს. If the teacher sees clearly, then the student sees clearly. თუ მასწავლებელი ხედავს რაღაცას გარკვევით, მაშინ მოსწავლეც დაინახავს გარკვევით ხედვას. But if the teacher is blind to some area in his life, the student also will be blind. მაგრამ თუ მასწავლებელს რაღაც კარგად არ ისმის, მაშინ მის მოწაფესაც გაუჭირდება მისი გაგება. And then he gives us a very memorable picture. და შემდგომში ის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დასამახსოვრებელ სურათს წარმოგვიდგენს. He describes a man just trying to remove a speck from somebody's eye. ის აღწერს ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი მეგობრის თვალიდან ბეწვი ამოიღოს. While he's got this large plank in his own eye. როცა თავის თვალს შეაქვს ეს უზარმაზარი დირე. You know, one person, he's got just like a little bit of dust right there in his eye. აი თითქოს რაღაც პატარა მტვერის მარცვალი აქვს And the other თვალში. man has this construction beam sticking out of his face. და მეორეს აქვს ეს სამშენებლო დანიშნულების დიდი ფიცარი. Kind of like this. Yeah? You got a problem? Let me get that out of your eye. Isaiah? Just imagine somebody walking with a large plank from their eye into an operating room. წარმოიდგინეთ ვიღაც ვინც შედის საოპერაციო ოთახში ასეთი დიდი დირეთი. They're banging into the doorway, they're banging into the machines that are in there. ისინი ეჯახებიან ყველა კედელს და ყველა დანადგარს, რაც იმ ოთახშია. And then they try to perform this delicate eye surgery. და შემდეგ ცდილობენ რომ ჩაატარონ ესეთი დელიკატური საფრთხილო თვალის ოპერაცია. That would be a terrible doctor, და ეს იქნებოდა საშინელი ექიმი. an impossible operation, და პრაქტიკულად შეუძლებელი ოპერაცია. and a miserable patient. და საწყალი პაციენტი.
Before we attempt to correct others, we must be willing to examine our own lives. სანამ შევეცდებოდეთ რომ სხვებს რაღაცები გავუსწოროთ, მანამდე საკუთარ ცხოვრებას უნდა დავაკვირდეთ. And I think that is first started in prayer. და ვფიქრობ რომ ეს ყველაზე კარგად იწყება ლოცვით. David prayed this way in Psalm 139, 23 to 24. დავითი ლოცულობდა ამას ფსალმუნს 103 ფსალმუნში. He asked God to search his heart and reveal any wicked way within him. ფსალმუნი 138-23 მუხლი გამომიკვლია უფალო და შეიცანი ჩემი გული, შევამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. That kind of self-examination is what Jesus is calling us to. და აი ასეთი თვით რეფლექსირება არის ის რისკენაც მოგვიწოდებს იესო. Now, this kind of warning can become very practical, especially when we think about how easy it is to misunderstand people. და ასეთი გაფრთხილება შეიძლება საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდეს მაშინ, როცა ვხედავთ თუ როგორი მარტივად არის სხვა ადამიანების არასწორად განუკითხოთ. Years ago, I remember visiting a church that, let's just say it was from a different cultural background. მე რამდენიმე წლის წინ ვესტუმრ ეკლესიას, რომელიც იყო განსხვავებული კულტურული And after the service, everyone went to the cafeteria. It was in the gymnasium, and we all ate lunch together. და მსახურების შემდეგ ყველა ადამიანი წავიდა დარბაზში, სადაც ერთად მიირთმევდნენ საჭმელს. And all of a sudden, when the meal was finished, I started hearing, but, და burping. როცა დაასრულეს სადილი, ყველა ადამიანმა ბოყენი დაიწყო. And I was kind of shocked and surprised at first. და მე ვიყავი შოკირებული ამ ამბით. But someone explained to me that in their culture, belching after a meal was a sign of respect for the cook. მაგრამ ამის შემდეგ ვიღაცამ ამიხსნა, რომ ამ ადამიანების კულტურაში ბოყენი იყო პატივისცემის გამოვლინება მზარაულის მიმართ. They were saying, this meal was so satisfactory, thank you. ისინი ასე ამბობდნენ, რომ ეს საჭმელი იყო გადასარევი. I think that's changed over time. I don't think the younger generation does that anymore, but გონი ახალგაზრდები ახლა აღარ აკეთებენ და შეიცვალა ეს ტრადიცია. but what if someone walked into that situation and that happened? მაგრამ რა მოხდებოდა თუ ვიღაც შევიდა, ვინც გამოცდილი არ არის და არ იცოდა და ესეთ რაღაცას And შეისწრო they weren't with anyone that could teach them about the culture. და არავინ არ იყო გარშემო, ვინც ამ კულტურაზე ასწავლიდა. It would be easy to assume that people were, these guys are just rude. და ძალიან მარტივი იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ძალიან უზრდელები არიან. But the reality was that it was the exact opposite. მაგრამ რეალურად იყო ამის აბსოლუტური საპირისპირო. So this example just reminds us of how easily we can misunderstand behavior when we don't understand the context. და თუნდაც ეს მაგალითი კარგად გვახსენებს, თუ როგორი მარტივი არის, რომ არასწორად დავაინტერპრეტოთ რაღაცა ქმედება, როცა არ გვესმის კონტექსტი. Sometimes we judge motives before we know the story. ჩვენ ხანდახან განვსჯით მოტივს, სანამ გავიგებდეთ მთლიან ისტორიას. Sometimes we assume that we understand someone's decisions when we haven't been in their circumstances. ხანდახან ვფიქრობთ, რომ გვესმის სხვა ადამიანების გადაწყვეტილებები, მაგრამ რეალურად ჩვენ ის გარემო პირობები არ ვიცით, საიდანაც გამომდინარეობს ეს. And sometimes we're just plain wrong. და ხანდახან უბრალოდ არასწორები ვართ. Can you be wrong? და შეიძლება თუ არა შეცდეთ. I hope you say yes. და იმედი მაქვს, რომ კი სიტყვით. All of us can be wrong. ყველა შეიძლება შეეშალოს რაღაც. As people, we're not qualified to judge and pronounce final condemnation. ჩვენ ადამიანები არ ვართ საკმარისად კვალიფიცირებული იმისათვის, რომ ვიღაცის საბოლოო მსაჯულები ვიყოთ. Why is that? და რატო არის ასე? Because we can't see each other's hearts. რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის გულების დანახვა. We're not able to give a verdict because I can't understand someone's motivations. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვერდიქტი გავცეთ ან საბოლოო საჯულები ვიყოთ, რადგან არ გვესმის ხუსტი მოტივი. So Jesus warned against our natural instinct to elevate ourselves above someone else. ამიტომ იესო აქ ჩვენს ბუნებრივ ინსტინქტზე გვაფრთხილებდა, რომ საკუთარი თავის ხვებზე მაღლა არ დავაყენოთ. Instead, he calls us to deal with our own hearts first, და პირიქით გვაუბნება, რომ ჯერ საკუთარ გულებს უნდა გავუმკლავდეთ. to be honest and to be more inclined toward mercy rather than condemnation. რომ ვიყოთ გულწრფელები და უფრო გულმოწყალენი. Let's read further from verse 43. განვაგრძოთ კითხვა 53 მუხლიდან. For a good tree does not bear bad fruit, nor does a bad tree bear good fruit. For every tree is known by its own fruit. For men do not gather figs from thorns, nor do they gather grapes from a bramble bush. A good man out of the good treasure of his heart brings forth good, and an evil man out of the evil treasure of his heart brings forth evil.
For out of the abundance of the heart, his mouth speaks. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს, არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს, რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა. ნარეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლევს, არც მავყლოვანზე იკრიფება ყურძენი, კეთილკაც თავისი გულის კეთილის საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტკაც კი თავისი გულის ბოროტის საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს, რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი. So Jesus, he switches to a different example, და ახლა ესო გადადის განსხვავებულ მაგალითს. this time from agriculture. ახლა უკვე აგრიკულტურა. Everybody would have understood what he was talking about. ყველა მიხვდებოდა თუ რაზე საუბრობდა ის. These were just life situations. და იმიტომ რომ ეს იყო ყოველდღიური ცხოვრების სიტუაციები. Everyone knew that if a tree, if it's healthy, then it produces healthy fruit. ყველა მიცოდა რომ თუ ხე არის ჯანსაღი, მაშინ ის გამოუშვებს მოისხამს ნაყოფი. But if it's a diseased tree, you don't expect healthy fruit from a diseased tree. მაგრამ თუ დაავადმყოფებული ხე არის, მაშინ მისგან არ უნდა მოვალდეთ ჯანსაღ ნაყოფს. Over time, the fruit that is produced from that tree reveals what kind of tree that is. და დროთა განმავლობაში ეს ნაყოფი მიგვითითებს ხის ჯანმრთელობის მდგომარეობას. And so Jesus applies this simple reality to the human heart. და ესო ამ მარტივ მოცემულობას მიუსადაგებს ადამიანის ბუნებას. The heart in Scripture refers to the center of our inner life. და ეს გული ბიბლიაში მიუთითებს ჩვენი ცხოვრების ცენტრზე. It includes our desires, our affections, our priorities, and our loves. ის მოიცავს ჩვენს პრიორიტეტებს, ჩვენს რეალურ განცდებს და მიზნებს. And when Jesus speaks here about the treasure of the heart, he's describing what is stored inside of us. და როცა აქ ეს საუბრობს გულის საუნჯეზე, გვესაუბრება იმაზე, თუ რა არის ჩვენს გულში რეალურად დაბუდებული. What we dwell on, what we value, and what we allow to shape our way of thinking. რას ვიტავებთ და რას ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ფიქრებზე ჰქონდეს გავლენა. Whatever we fill the heart with will eventually spill out into our life. რაც ჩვენს გულში დავს, რეალურად მერე მაგას გავლენა ექნება ჩვენს ქმედებებზე. And Jesus said that this is especially noticeable in the words that we speak. და ეს ამბობს, რომ ეს არის განსაკუთრებით მარტივად შესამჩნევი იმ სიტყვებში, რომელსაც ვიყენებთ საუბრის. Our words often reveal more about what is happening inside of us than we realize. და ჩვენი სიტყვები უფრო კარგად გამოხატავენ იმას, თუ რა ხდება ჩვენ შეგნით, ვიდრე ამას ჩვენ ვიაზრებდეთ. I remember when I was in Ukraine and I first met this guy. მახსოვს, როცა ვიყავი უკრაინაში და შევხვდი ამ ერთ ადამიანს. And I don't know if you've ever had this. Sometimes I've had it where the Holy Spirit speaks to me through a person's words. არ ვიცი თქვენ თუ გქონდათ მსგავსი რამ, მაგრამ ხანდახან მე თითქოს სული წმინდა მესაუბრება სხვა ადამიანის სიტყვებით. And in our very first meeting, he said, I have a problem with lying. და პირველ შეხვედრაზე მითხრა, რომ მას პრობლემა ქონდა მოტყუებასთან. And as time went by, you could see that he ruined many people's lives because of his lies. და დაინახავდით, რომ დრო როცა გავიდა, შესამჩნევი გახდა თუ როგორ გაუბედურა ზოგიერთი ადამიანი თავისი ტყუილებით. Who he was even came out in his speech in that way. და თუ ის რეალურად ვინ იყო, გამოჩნდა თავის სიტყვებში. The book of Proverbs speaks about this same connection. იგავების წიგნით საუბრობს მსგავს კავშირს. Proverbs 4:23, it says that we are to keep our heart with all diligence because out of it spring the issues of life. იგავის წიგნი მეოთხე თავი 23 მუხლი გვეუბნება, ყველაფერზე მეტად დაიცავი შენეგული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები. So this proverb describes our heart like a source or a spring. და ეს იგავი ჩვენს გულს აღწერს როგორც წყაროს. Now a spring, it will feed the streams of our world. It'll feed the rivers of our world. ეს წყაროები გამოყვებავენ ყველა იმ ნაკადს თუ ნაკადლს და მდინარეს, რომლებიც მიედინებიან. And in the same way, the condition of our heart eventually feeds everything else in our life. და სწორედ ასე ეს ჩვენი გულის მდგომარეობაც გამოყვებავს ყველაფერს დანარჩენს ჩვენს ცხოვრებაში. Our words, our attitudes, our reactions, our relationships, ჩვენი სიტყვები, დამოკიდებულებები, რეაქციები თუ ურთიერთობები, all those flow out of what's happening inside of our heart. ეს ყველაფერი გამოსახავს იმას, თუ რა ხდება ჩვენს გულში. If bitterness is stored in our hearts, თუ რაც სიმწარეს და ბოროტებას დაუსადგურებია ჩვენს it გულში, eventually appears in our speech. მაშინ ის გამოჩნდება აუცილებლად ჩვენს სიტყვაში. Maybe through criticism
or a lot of sarcasm, შეიძლება ეს გამოვლინდეს კრიტიკით ან ბევრი სარკასტული საუბრით, or just being harsh towards people. ან შეიძლება ადამიანების მიმართ სიუხაშიც And if pride fills our hearts, და თუ ჩვენი გული სიამაყით არის it's ახსავსა, going to come out in how we speak about others or how we speak about ourselves. ეს გამოვლინდება იმაში, თუ როგორ საუბრობთ სხვების შესახებ ან ჩვენი თავების შესახებ. On the other hand, what if humility and gratitude are in our hearts? ხოლო მეორეს მხრივ რა მოხდებოდა თუ ჩვენი გული სავსე არის მოწყალებითა და თავმდაბლობით. What if patience is growing inside of you? თუ რა მოხდებოდა თუ მოწმინება იზრდება ჩვენს გულში. Then those qualities begin to appear in our words and in our lives and in our relationships. მაშინ ეს თვისებები გამოავლენენ თავიანთ თავს ჩვენს ქმედებებში. Jesus is teaching that the real problem is not simply behavior. იესო გვასწავლის, რომ რეალურად პრობლემა არ არის მხოლოდ ქმედება. The real problem is the condition of the heart. რეალური პრობლემა არის ჩვენი გულის მდგომარეობა. And that brings us back to the earlier warning about judging others. და ამას მივყავართ ჩვენ პირვანდელ გაფრთხილებაზე, რომელიც შეეხებოდა სხვების განსჯას. A harsh and condemning attitude doesn't appear overnight. ეს ბოროტი და გამკიცხავი დამოკიდებულება არ ჩნდება ერთ ღამეში. It grows from something that's been allowed into your heart over a long period of time. ეს არამედ გაიზრდება იმ რაღაცით, რასაც ნება დავთვეთ, რომ ჩვენს გულში გაზრდილიყო. But the opposite is also true. მაგრამ ამის საპირისპიროც მართალია. Do you want to be a person of mercy and forgiveness and patience? გინდათ თუ არა რომ იყოთ მოწყალი ადამიანი, რომელიც ასევე არის მომთმენი, Then as you are allowing those things to develop in your heart, they are going to overflow into your words and your relationships. მაშინ თუ საშუალებას მისცემთ იმ რაღაცებს, რომ თქვენს გულში დაიდონ ბუდა, როგორც არის მოთმინება ან მოწყალება, ნელ-ნელა ის ფესვს გაიდგავს. All of a sudden, we find ourselves slower to judge and more likely to extend grace to someone. და დროთა განმავლობაში ჩვენ დავინახავთ, რომ უფრო ნაკლებ განვიკითხავთ სხვებს. Let's read the last few verses of this chapter. წავკითხოთ ბოლო რამდენიმე მუხლი. But why do you call me Lord, Lord, and not do the things which I say? Whoever comes to me and hears my sayings and does them, I will show you whom he is like. რატომ მომართავთ უფალო და იმას კი არ ეკეთებთ, რასაც გეუბნებით, ყველა ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიყვარს ისმენს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ ვისაც გავს. He is like a man building a house who dug deep and laid a foundation on the rock. And when the flood arose, the stream beat vehemently against that house and could not shake it, for it was founded on the rock. But he who heard and did nothing is like a man who built a house on the earth without a foundation, against which the stream beat vehemently, and immediately it fell, and the ruin of that house was great. იგი გავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა ჩაღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეწგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძრავ ვერ უყვარდგან. კარგად იყო ნაშენები, ხოლო ვინც ისმენს და არასრულებს, იგი გავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვალ დააშენა და როცა მდინარე დაეწგერა, მაშინვე დაინგრა და ძალზე დიდი იყო ამ სახლის მგრევა. So Jesus ends this section of teaching with a very direct question. და იესო იწყებს ასრულებს თავის სწავლებას ერთი პირდაპირ კითხვით. He notices lots of people are saying, Lord, Lord. ის ამჩნევს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მას მიმართავს. You know, that title sounds respectful. ანუ ეს სახელი სიტყვა უფალო It ძალიან sounds like the followers are devoted to him. პატივისცემით განსწავლული სიტყვა არის. But Jesus points out that words are not enough. მაგრამ იესო ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. Why do you call me Lord, Lord, and not do the things I say? ის ამბობს, რატომ ეძახით უფალოს და არ აკეთებთ იმას, რასაც მე ვამბობ, რომ უნდა გაკეთოთ. He says this a little differently in John 14:21. ის ცოტა განსხვავებულად ამბობს ამას იოანეს მე-14 თავში. Jesus says that the one who has his commandments and keeps them is the one who truly loves him. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული. Love for Christ is not merely proven by what we say about him. ღმერთის მიმართ სიყვარული მხოლოდ ჩვენს სიტყვებში არ გამოვლინდება. It's revealed by whether we are willing to follow what he says. არამედ ის ვლინდება იმაში, გვაქვს თუ არა სურვილი, რომ დავემორჩილოთ და მისი სიტყვის თამებრ ვიმოქმედოთ. And so he closes with this illustration of two individuals, და ამიტომ ის ასრულებს საუბარს ამ ორი სურათის აღწერით. two builders. ორი მშენებელი, One man takes the time to dig deep and lay a foundation that's on the rock. ერთი მათგანი საკმაოდ ბევრ დროით რესურსს ჩადებს იმაში, რომ კარგი საძირკველი აშენოს. Now that kind of work, it takes patience, და ასეთი საქმე საჭიროებს ბევრ მოთმინებას. takes effort, and it takes more of an investment. და ბევრი მცდელობა და ინვესტიცია ჭირდება. Much of what happens below the surface, no one sees what's going on down there.
ბევრი რამე რაც ხდება და რაც ასეთი მნიშვნელოვანი არის, ადამიანები ვერც ამჩნევენ, იმიტომ რომ მიწის ქვეშ ხდება. But when the flood comes, that hidden work all of a sudden becomes very vital and important. მაგრამ როცა წყალდიდობა იწყება, ეს საქმე, რომელიც რეალურად არ ჩანდა, აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი. Since the house is anchored on the rock, the floodwaters can't wash it away. იმის გამო რომ ეს ამ სახლს კარგი საძირკველი აქვს, წყალდიდობას არ შეუძლია მისი განადგურება. But the second man, he builds differently. მაგრამ მეორე კაცი აშენებს განსხვავებულად. He builds his house just right on top of the ground. ის აშენებს ამ სახლს პირდაპირ მიწის ზედაპირზე. And if you were to take these two houses and put them side by side და თუ ჩვენ ამ ორ სახლს ერთმანეთის გვერდით ავაშენებდით and look at them, და შევხედავთ, they would probably even look the same. საერთოდ ზუსტად ერთნაირად გამოიყურებიან. You don't see the foundation below. რადგან ვერ ხედავთ იმ საძირკველს, რომელიც არის. But what happens when the storm comes? მაგრამ რა ხდება, როცა შტორმი მოვა? When the flood comes, then it's obvious who built on the rock and who did not. როცა წყალდიდობა დაიწყება, მე უკვე ძალიან მარტივი შესამჩნევია თუ ვინ ჩაუყარა კარგი საძირკველი და ვინ არა. The difference between the two builders is not hearing. They both hear the words of Jesus. განსხვავება ამ ორ მშენებელ შორის არ არის, მათი ისმენის უნარი, ორივე მოусმინა იესოს სიტყვებს. The difference is obedience. განსხვავება არის მორჩილებაში. And all of us are builders. და ყველა ჩვენგანი რეალურად არის მშენებელი. We're building on something. ჩვენს ვაშენებთ რაღაცას. Are you getting your building down on the root on Jesus Christ? და თქვენს უყრით თუ არა საძირკველს, ამ თქვენს შენობას იესო ქრისტეს სიტყვის შესაბამისად? Or are you just building on the level ground? თუ თქვენს მიწის ზედაპირზე აშენებთ. Why do we call him Lord if we're not willing to follow what he says? და რატომ უწოდებთ მას უფალს, თუ არ გვაქვს სურვილი რომ დავემორჩილოთ მის სიტყვას? It's possible, like I said, to follow Jesus without submitting to his teachings. და როგორც უკვე აღნიშნა, შესაძლებელი არის რომ ვიყოთ მორწმუნენი იმის გარეშე რომ ვიმოქმედოთ სიტყვის შესაბამისად. It's possible to agree with his words while we're constructing something else in our life entirely. შეიძლება რომ ჩვენ საერთოდ მის სიტყვას ვიაზრებდეთ და ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს ჩვენს ცხოვრებაში არ ვლინდებოდეს. But Jesus, he teaches us a different kind of life, a radical life. მაგრამ იესო გვასწავლის განსხვავებულ ცხოვრებას, უფრო რადიკალურს. A life that hears his words and then builds on them. They are the foundation. ისეთი ადამიანის შესახებ გვასწავლის, რომელიც ისმენს იესოს სიტყვას და შემდგომ საძირკველს სწორედ ამ სიტყვას იყენებს. And that kind of life begins in the heart. და ასეთი ცხოვრება იწყება გულით. If the heart is filled with pride or resentment or self-righteousness, თუ ჩვენი გული ახსოვსი არის პატივმოყვარეობით, სიამაყით ან მსგავსი თვისებებით, then those things appear in our attitudes, especially towards others. მაშინ ისინი გამოვლინდებიან ჩვენს დამოკიდებულებაში, განსაკუთრებით კი სხვების მიმართ. But when we allow the mercy of God to take root in our hearts, მაგრამ თუ ჩვენებას დავრთავთ ღმერთის მოწყალებას, რომ it changes the way we see people and respond to people. რომ ფესვე გაიდგას ჩვენს გულში, მაშინ ის გარდაქმნის ჩვენს დამოკიდებულებას სხვების მიმართ. So the question this passage leaves us is very simple. და კითხვა, რომელსაც ეს მონაკვეთი გვიტყობს, არის ძალიან მარტივი. What are we building our lives on? რაზე ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას? Like I said, every person's building something. როგორც უკვე თქვი, ყველა ადამიანი რაღაცას აშენებს. Our habits, priorities, decisions, and relationships are slowly forming the structure of the life that we're living. ჩვენი ჩვევები, ჩვენი ქმედებები, ჩვენი პრიორიტეტები ეს ყველაფერი საბოლოოდ გავლენას ახდენენ იმ მეტაფორულ შენობაზე, რომელსაც ვაშენებთ. And the storms are guaranteed to come to each one of us. და შტორმი ისეთი რაღაცაა, რაც გარანტირებულად აუცილებლად მოვა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. Whether those are trials, იქნება ეს განსაცდელი, conflicts with other people, კონფლიქტები სხვა ადამიანებთან, loss, დანაკარგი. every day we will have an opportunity to choose what we're building on. ყოველდღე გვექნება ჩვენ არჩევანი, ავირჩიოთ თუ რაზე ვაფუძნებთ ამ შენობას. And in the moment that we need it, it will be obvious what we're building on. და როგორც კი დაგვჭირდება, მაშინვე იქნება აშკარა თუ რაზე დგას ჩვენი შენობა. We need to build our lives on his word, ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენი ცხოვრება დავაფუძნოთ იესოს ღმერთის სიტყვაზე, because that's the life that's going to stand. რადგან ეს არის ის ცხოვრება, რომელიც გადარჩება. We need to be reflecting the character of God. და საჭირო არის რომ ჩვენს ცხოვრებაში რეფლექსირებდეთ ღმერთის თვისებებს. Breathing in forgiveness, breathing out forgiveness. რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მიმტევებლები. Understand that we all make mistakes in this world, და ვხვდებოდეთ რომ ყველა ჩვენგანს მოსდის და უშვებს შეცდომებს. but we're walking together in this path to the kingdom of God. მაგრამ ჩვენ მივილტვით ღმერთის სამეფოსკენ. Let's stand and close in prayer. წავუდგეთ და ველცოთ ერთად.
Heavenly Father, we do thank you for the teachings of Jesus. სეცია რომ მამაო, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იესოს სწავლობებისთვის. Truly, we have been recipients of so much mercy from you. ჩვენ მივიღეთ უამრავი მოწყალება შენგან. We deserve judgment, ჩვენ ვიმსახურებთ განკითხვას. and you lavished grace upon us. და შენს მადლს გადმოანთხოვ ჩვენზე. We deserved condemnation, and you forgave us all our sins. ჩვენ ვიმსახურებთ შერეცხვას, მაგრამ შენ მოგვიტავა ყველა ჩვენი ცოდვა. Father, may we be those who are building upon the right foundation, on the rock, და დავიყოთ ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც საძირკვლად შენ გაგხდიან. that we would be conformed to the very image of Christ. და რომ ჩვენ დავამსგავსებით იესოს ხატს. And Lord, you see the innermost parts of our life. და შენ ხედავ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მიუწვდომელ ნაწილებსაც. Everything is bare before you. ყველაფერი არის გაცხადებული შენს წინაშე. And so search me, O God. და დაემეძია ღმერთო. Search my heart. ეძია ჩემი გული. Try me გამომცადე. and see if there is any wicked way in me, და ნახე არის თუ არა რაიმე დაწყავლილი რამ ჩემში. and lead me in the paths of righteousness, და გამიძახი ჭეშმარიტებისკენ. so that we can bring glory and honor to you. სამისად რომ მოვიტანოთ შენ დამი მადლი. Fill us with your spirit, we pray. აღვავსე შენი სული წმინდით In ლოცულობს. Jesus' name, იესოს სახელით. amen. ამინ.